გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა იურისტის საათი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გაუძღვები, ხოლო ჩვენი სტუმარი დღეს იქნება ადვოკატი, უფლებადამცველი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, გსურს გაჩვენოთ ერთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი, საკითხი შეეხება ბოლო დროის ალბათ ყველაზე გახმაურებულ საქმეს, ეს გახლავთ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ვაკეში. როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხზე მიმდინარეობს, ამ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და მივიდა უკვე განხილვები იმ ეტაპზე, როდესაც პროკურატურის მხარემ ამოწურა საკუთარი მოწმეების წარდგენა, დასრულდა ერთი სიტყვით ბრალდების მოწმეების გამოკითხვა სასამართლოზე და ამ საკითხზე სწორედ ჩვენ მოვამზადეთ შემაჯამებელი სიუჟეტი, როგორც მოგეხსენებათ და მაყურებელმა კარგად იცის, რომ ჩვენ აქტიურად ვაშუქებთ ამ საქმეს, პრაქტიკულად ყველა პროცესს ესწრება ჩვენი წარმომადგენელი მერაბ ჭიქაშვილი პირადად, რომელიც იღებს აბსოლუტურად ყველა პროცესის შემდეგ კომენტარებს, როგორც პროკურორისგან, ისე ადვოკატებისგან და პრაქტიკულად ჩვენ ვამზადებთ ამ საქმის ქრონიკებს, სრულ ქრონიკას ყველა სასამართლო პროცესისას. სწორედ აი ამ ფორმით შემაჯამებლად, ასე ვთქვათ, დაცვის ბრალდების მხარის მოწმეების ქრონიკები აღვრიცხეთ და ერთ სიუჟეტად გსურს რომ შემოგთავაზოთ. ამის შემდეგ კი უკვე ბატონ ირაკლისთან ერთად ძალიან საინტერესო თემებზე და მნიშვნელოვან აქცენტებზე გავაგრძელებთ საუბარს. თუ შეიძლება გაუშვათ სიუჟეტი და შემდეგ დაგიბრუნდებით. თბილისი 2025 წლის 14 მარტი. მკვლელობა ვაკეში. ვინ მოკლა სინამდვილეში კანონიერი ქურდის ძმა ლევან ჯანგველაძე და რატომ არის უკანონო პატიმრობაში დღემდე უდანაშაულო გიორგი მიკაძე? გახმაურებული საქმის მნიშვნელოვანი დეტალები და ბრალდება, რომელიც ბრალდებისავე მოწმეებმა ჩამოშალეს. ნახეთ ჩვენ მიერ მომზადებული ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი ბრალდების მოწმეების გამოკითხვის სასამართლო ქრონიკები. გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიკაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ანგარებით და შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გელა უძლაურმა დანაშაული აღიარა და მოტივად პირადი შურის ძიება დაასახელა. 2022 წელს ვიყავი უკრაინაში, სადაც გავიცანი და დავმეგობდი სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა, რომელიც ქართულმა კრიმინალებმა წაართვეს. ასახელებდნენ ჯანგველაძეებს. მე ვკითხე სერგეის, თუ შეეძლო დავეკონტაქტებინე ლევან ჯანგველაძესთან და სკაიპით ვესაუბრე. დაგვითქვეს შეხვედრის ადგილი და ძალიან ცუდად მოგვექცნენ. გასაზიზღრებული დაგვტოვეს. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, მაგრამ მასზე სულ კარგი მესმოდა და მიკვირდა, იმიტომ რომ მე უზომოდ შეურაცხყოფილი დავრჩე. ადამიანი ძახს რომ ჯოხს დაარტყამს, იმასაც აქვს ღირსება და მეც ხო ადამიანი ვარ და შეურაცხყოფილი ვიყავი. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა გელა უძილაურის მიერ დასახელებული მოტივი და ის შეკვეთილი მკვლელობის მუხლით გაასამართლა. მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. რა იცით ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით? დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ბრალდების მოწმეების დაკითხვა. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი. დღეს სახელმწიფო ბრალდება სამი მოწმე ყავს საქალაქო სასამართლოში მოყვანილი. მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში აგრძელებს საბრალდებო სკამზე ზის გიორგი მიკაძე. დღევანდელ ხტომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან და დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 4 მოწმე ყავდა მოყვანილი, მათ შორის იყვნენ ექსპერტი, გამომძიებელი და ბრალდების მხარი აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს.
გიორგი მიქაძეს და დავით მიქაძეს ბრალდების მხარე ედავება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ანგარებით და შეკვეთით. ბუნებრივია, როდესაც გამომძიებელი მტკიცებულებას აფასებს და იკვლევს, პირველ რიგში უნდა დაინტერესებს ამ ანგარიშებში ხომ არ იყოს საეჭვო გადარიცხვა. ასეც გამომძიებელმა გვიპასუხა, რომ ყურადღება არ მიუქცევია. გამომძიებელმა და ექსპერტ კრიმინალისტმა, რომელიც საკავუძიო მოქმედებაში მონაწილეობდა, ვერ ახსნა თუ რატომ არ მოხდა ადგილზე ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა, როგორც არის გარდაცვლილის ავტომანქანა. გია ჩადუნელთან ერთად ამ ავტომანქანით ლევან ჯანგველაძე მივიდა პანაშვიდზე, სადაც იქიდან გამოსვლის შემდგომ უკვე მოხდა მკვლელობა. დღეს პროკურატურამ მისი ერთ-ერთი მთავარი მოწმე გამოკითხა საუბარია გამომძიებელზე იოსებ ოდიშულზე, რომელზეც დიდი მედებს ამყარებდა საქმის პროკურორი. რატომ არ იყო მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის ძანძავას მობილური ტელეფონი, რომელიც მას თან უნდა ქონოდა წესით ხო გამოკითხვის პერიოდში? იმ მომენტში ამ საქმის რაც ეხება ჩატარდა 2025 წლის დეკემბრის თვეში. დეკემბერში უკვე გასულიყო რამდენიმე თვე ხო მომხდარი დანაშაულიდან. დეკემბრის თვეში ჩატარდა დათვალება, ანუ გულისხმობ დაიწყო და არა. დაიწყო და ბოლოს საგამოძიებო მოქმედება დათვალება. არა, ლევან გამომძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ მას მობილური ტელეფონი არ ჩამოართვეს პირველი. კი ბრალდების მხარეს ნამდვილად სურდა ამ საქმის გამოძიება. უნდოდა დროულად მიეღო ინფორმაცია, ვინ ვის მიაწოდა ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი. მაშინ კახა ძანძავას მობილური ტელეფონი მკვლელობის დღესვე უნდა ყოფილიყო ამოღებული. რატომ იგივე ქმედება არ განხორციელდა კახა ძანძავას მიმართ, როცა კახა ძანძავას მობილურ ტელეფონში გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შესაძლებელია ყოფილიყო. იმიტომ რომ ძანძავას ტელეფონი გამოძიებას არ აწყობდა. დანაშაულის ჩადენის პერიოდში და წინა პერიოდში ასევე გამომძიებელმა ვერ ნახა გიორგი მიქაძის სააბონენტო ნომერზე ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა, რომ გიორგი მიქაძეს კავშირი ჰქონდა ან გელაუძილაურთან, ან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებთან. გიორგი მიქაძე გადარიცხვებში საერთოდ არ ფიგურირებს და მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო. მკვლელობის ოქროს მოწმე დღეს ხდომათა დარბაზში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა. კახა ძანძავასთან ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. ვერც ერთი პირი, რომელიც არის ბრალდებული ამ საქმეზე, დღეს კახა ძანძავამ ვერ დაასახელა. არც გიორგის ვიცნობ, არც დავითს ვიცნობ. არასდროს ლევანს არ უთქვამს, რომ რაღაც პრობლემური სიტუაცია ჰქონდა მათთან. კახაბერ ძანძავამ თქვა, რომ არასოდეს ლევან ჯანგველაძის მხრიდან არ მოусმენია, რომ ან მტრობა, ან გადაკვეთა ჰქონდა ან გიორგი მიქაძესთან, ან დავით მიქაძესთან. კახაბერ ძანძავამ ასევე განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძის მეგობრებს რუსეთის ფედერაციაში იცნობდა აბსოლუტურად ძალიან ბევრ პირს და არასდროს არ სმენია ვინმე როზა ნარცისოვას და ილია ნიკოლსკის შესახებ. ჩვენება ემყარებოდა სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც ამოცნობასთან დაკავშირებით, ისე გიორგი ჯოხაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. ვინაიდან მან მიუთიტა ის საცხოვრებელი მისამართი, რომელ საცხოვრებელ მისამართს გიორგი ჯოხაძეს არასდროს არ უწყორია. ეს დადასტურდა ის გარემოება, რომ გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე უკანონოდ ატარებდა ცეცხლსროლ იარაღს. გიორგი მიქაძე ჯერ ახსენები არ არის არც ერთ მოწმეს არ უხსენებია. რატომ არის აქ გიორგი მიქაძე? საერთოდ ჩემთვის თავიდანაც გაუგებარი იყო და კიდევ უფრო გაუგებარი. ლევან ჯანგველაძის საქმის ოქროს მოწმეს მისი მეგობრის მკვლელობაზე სათქმელი არაფერი აქვს. კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესმენის მძღოლი და მცველი იყო, სასამართლოში გამოიკითხა. იმ დროს, როდესაც კილერი ქურდის ძმას ესრო და რეაგირება ვერ ან არ მოახდინა. მოწმე შემთხვევის ადგილას მოქმედებდა საკუთარი ინსტრუქციებით, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლის მისთვის მითითებული ჰქონდა, რომ არ დაეტოვებინა მანქანის ტერიტორია. თუ ჯანგველაძემ გითხრათ, რომ არ უნდა ასულიყავით, რატომ აღდევით? გია ჩადუნელმა ჩემის აზრით მეტი კითხვები უნდა გაუჩინოს პროკურატურას, 10 წუთი კითხავდა ჩვენს მერე მაგ წარმოშობილ კითხვებთან დაკავშირებით მოსამართლედ. ჩემი შეკითხვა იყო, გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე ახსენებდა თუ არა სახელს და გვარს გიორგი მიქაძეს. რაზეც კატეგორიულად გასცა მოწმემ პასუხი, რომ ასეთი არასოდეს არ მოусმენია. ამ მოწმემაც კიდე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძესთან საერთოდ არავითარი არასდროს შეხება არ ქონია ლევან ჯანგველაძეს, არ უხსენებია. დააფიქსირა, რომ არც არასდროს სმენია 16 წლის განმავლობაში, რომ ლევან ჯანგველაძეს როდისმე ეხსენებინა, რომ იგი იცნობდა ან იცოდა გიორგი ჯოხაძის შესახებ.
რით ადასტურებს ბრალდების მხარე იმას, რომ გიორგი და დავით მიქაძეები ინფორმაციას აწვდიდნენ გიორგი ჯოხაძის მეშვეობით გელა უძილაურს. გამომძებელმა გვიპასუხა, რომ ამ მონაცემებში არსად არც შემავალი ზარი, არც გამავალი ზარი, რაც დაადასტურებდა კომუნიკაციას გიორგი მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს შორის არ ყოფილა, ასევე შემავალი ან გამავალი ზარი, რაც დაადასტურებდა კომუნიკაციას დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს შორის არ ყოფილა. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი არის და როგორ არის რომ ორი ექსპერტი გამორიცხავს ერთმანეთის დასკვნას. ამასთან დაკავშირებით არ ქონდა პასუხი ექსპერტს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 4 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, მათ შორის იყვნენ ექსპერტი, გამომძიებელი და ასევე იმ სასტუმროს თანამშრომლები, სადაც თბილისი თაუერის სასტუმროს ორივე თანამშრომელმა, ვინც დღეს დაიკითხა სასამართლოს ხდომის დარბაზში, თქვა, რომ ჩანაწერებზე, რომელიც მათ დაათვალიერეს, იქ არც გიორგი მიქაძე და არც დავით მიქაძე არ უნახავთ. ბოლო ორი თვით ადრე თუ ნახეს და ეს დაახლოებით გამოდის იანვრის თვე, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში არავისთან შეხება არ ქონია გიორგი ჯოხაძეს, არც გელა უძილაურთან და აბსოლუტურად არაფერი არ დაგეგმილა. დღეს ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს. წარმოდგენილია 3 მოწმე, რომელსაც პროკურორი დღევანდელ პროცესზე დაკითხავს, მათ შორის არის ავიტოსკოპიური ექსპერტი, ასევე თბილისი თაუერის სასტუმროს თანამშრომელი და კიდევ ერთი გამომძიებელი. გიორგი ჯოხაძეს არ გებულდა პრივილეგიებით, მას არ ახდევებდნენ არავითარ თანხას ნომრის აღებაში. რასაც სახის პრივილეგიას ვერ გეტყვი, მაგრამ ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოში ახლა სასტუმროს ფლობელი ან კაფე-ბარის ფლობელი თუ არის შენი მეგობარი, პატივისცემის ნიშნად საშუალებით შესაძლებელია, რომ პრივილეგირებული არ ქვია, უბრალოდ დაგპატიჟოს და არ გადაიხადოს თანხა. დღევანდელი მოწმე, რომელიც გახლავთ სასტუმრო თაუერის კიდევ ერთი თანამშრომელი, ვერანაირად ვერ დაადასტურებს დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრას, იმიტომ რომ დავით მიქაძის და გელა უძილაურის შეხვედრა სასტუმრო თაუერში არ მომხდარა 2025 წლის თებერვლის არც ერთ რიცხვში და ზოგადად საქმის მასალებიდან საერთოდ მათი გადაკვეთა არანაირად არ ფიქსირდება. რამდენი მოწმე იკითხება უკვე ეს ბრალდების მოწმეებზე ვართ როგორც იცით ჯერ არც ამ დონეზე არ ასახელებს არც ერთი მოწმე გიორგი მიქაძეს ნაცნობობის და შეხვედრის დონეზეც კი ჯერ ჩვენ ველოდებით რა მტკიცებულებები ადასტურებს იმას რომ მიქაძეებმა მოახდინეს მკვლელობის ორგანიზება განსაკუთრებით საერთოდ გიორგი მიქაძე რჩევაში. დღეს უნდა დაკითხულიყო გიორგი ჯოხაძის მეუღლე ელენე ძაძუა. ბოლო 3 პროცესის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან ჩათვალა, რომ მისი უსაფრთხოება არ იქნებოდა დაცული. რა მოვლენებზე საუბრობს უფლებადამცველი და რატომ მოითხოვა მოწმემ სასამართლოზე მისი უსაფრთხოების გარანტია. რამდენიმე წუთის განმავლობაში იმდენად მძიმე იყო ვითარება და იმდენად დაძაბული იყო ვითარება ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, რომ გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. მანქანის მინები არის ჩამსხრეული, დაკავებულები არიან სავარაუდოდ 10-მდე პირი. წერილობით მტკიცებულებებიდან მოხერხდა მხოლოდ 13 ტომის შეფასება. რამდენიმე საათის განმავლობაში 13 ტომის კვლევისას იქ გვარი მიქაძე ნახსენები არ ყოფილა. ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა არარეგისტრირებული იარაღი, რომლის ბოლო გაწმენდის შემდგომ ამ იარაღიდან იყო ნაწარმოები გასროლა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ თავადვე ხდომის დარბაზში დაადასტურა ის გარემოება, რომ გელა უძილაურის ანგარიშზე ძალიან მნიშვნელოვანი ჩარიცხვა 2024 წელს განხორციელდა ერთ-ერთი პირისგან, ეს გახლავთ 48,500 ლარი. აღმოჩნდა, რომ გამოძიებას ჩვენ სისხლის სამართლის საქმეში ამ დრომდე დადგენილი არ აქვს 48,500 ლარის მიზნობრიობა, რაც ერთ-ერთმა პირმა 2024 წელს ჩაურიცხა გელა უძილაურს. გიორგი ჯოხაძის დეტალურებში, გელა უძილაურის დეტალურებში არანაირი კომუნიკაცია ან გიორგი მიქაძესთან, ან დავით მიქაძესთან 2024-2025 წლებში არ განხორციელებულა. მეგროშია თქვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტები, რომ მასა და ფარცხალაძეს შორის არის სერიოზული დაპირისპირება, მიქაძეების ხსენება
ეს არის მისი მოსაზრება და არავითარი ინფორმაცია და ფაქტი მას არ გააჩნია. რაწამს კითხვა ისმებოდა, ვის შეუძლია მისი ნაამბობის დადასტურება ნეიტრალურ ობიექტურ მოწმეს, ყოველთვის პასუხი ჰქონდა, რომ ან არ ახსოვს, ან არ იცის, ან არ სურს ამის შესახებ განმარტების გაკეთება. ალცახად გამოკვეთა მან, რომ პირადი ინტერესი და პირადი კონფლიქტი გააჩნდა მას ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში. რაც შეეხება გიორგი ჯოხაძესთან მიმართებაში განმარტა, რომ სულ ორადორჯერ ყავს ნანახი და პირადად მას საერთოდ არ იცნობდა. დანიშნულ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანებმა ვერ შეძლეს იქ პირის ან პირების იდენტიფიცირება. ამ მტკიცებდა მოწმე, რომ ამ ვიდეო ჩანაწერში იცნო გიორგი მიქაძე. დაცვის მხარის სურვილია საზოგადოებამ ნახოს ვიდეო ჩანაწერი, მისი ხარისხი და თავად შეაფასოს შესაძლებლობა იმისა, რომ იქ ზოგადად გიორგი მიქაძე კი არა, საერთოდ ვინმე ადამიანი არის თუ არა ზედ გამოსახული ეს რომ თავად გადაწყვეტს. არაიდენტიფიცირებული იუზერის ჯონათან ჯონის სტატუსები საქმეში პროკურატურას წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პროკურატურა თავის დროზე არ დაინტერესდა ამ იუზერის უკან ვინ შეიძლებოდა მდგარიყო. დაცვის მხარემ შემხვედრად პროცესზე წარადგინა მასალები, ბატონ კოკა მორგოშიასაც ვკითხეთ პირდაპირ, როგორ მოხდა, რომ სულ რამოდენიმე წუთის დადებული სტატუსები იმავე დღეს გაზიარებული აქვს კონსერვატიული მოძრაობის წევრებს, კოკა მორგოშიასთან აფილირებულ პირებს. სხვა ამ სტატუს მომწონებელი და გამზიარებელი ფიზიკურად არ ყავდა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ იუზერის ჯონათან ჯონის უკან სწორედ რომ დგას ბატონი კონსტანტინე მორგოშია. დღეს დაადასტურა მოწმემ, რომ საერთოდ არ ყოფილა კოკა მორგოშიაზე ამასთან ლაპარაკი და არავითარ მონაწილეობას დაცვის ორგანიზებაში კოკა მორგოშია არ ღებულობდა. მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მოწმემ გასცა ძალიან კონკრეტული პასუხი. ყველაფერი რაც მე ვილაპარაკე ეს არის დასკვნები, არავითარი მტკიცებულება მკვლელობის ორგანიზების მიერ გამაჩნია და მეორე პასუხი, რომ მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩემ ვერსიებზეც კი მეორე ადამიანი არ არის, რომელიც დამიდასტურებს. ჩემზე მეტი კითხვები აღმოჩნდა, რომ დღევანდელ მოწმესა აქვს, მაგრამ არა მარტო კითხვები, ეჭვები და პირდაპირ იშვერს ხელშადუნელისკენ. ვერსია არის ძალიან ბევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, თავისუფლად შეგიძლიათ ვერსიებზე საუბრო. ჩვენ იურისტებს ვერსიები რო გადავაქციოთ მტკიცებულებად, თუ გჭირდება ფაქტები. გამოძიებამ მეტადან Facebook-იდან მიიღო ინფორმაცია, ვის ეკუთვნოდა იუზერი ჯონათან ჯონ, თუმცა ამის თაობაზე საქმეში მასალები წარმოდგენილი არ ყოფილა. დაცვის მხარის ვერსია, რომ ამ იუზერის უკან იდგა საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე ბატონი კონსტანტინე მორგოშია, თუ ეს მართალი არ არის, მაშინ ბრალდების მხარემ მეტადან მიღებული ინფორმაციები საქმეში მტკიცებულებად რატომ არ ვერ წარმოადგენს. მეტასგან მიიღო ინფორმაცია ბრალდების მხარემ კონკრეტული იუზერის უკან ვინ იდგა, თუმცა ეს მასალები არ არის წარმოდგენილი. ნაწილზე მივიღეთ ინფორმაცია, თუმცა რაც მივიღეთ ინფორმაცია, როცა გამომძებელმა გადაამოწმა, ვერ მოხდა ამ მიმართულებით ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ იქნა ეს ინფორმაცია მოძიებული. ყველაზე მთავარი რაც გამომძიებლისგან გვაინტერესებდა და 6 საათის განმავლობაში მისგან ვცდილობდით ინფორმაციის მიღებას იყო ის, რომ ორგანიზების ნაწილში გიორგი და დავით მიქაძეების მიმართ ჰქონდა თუ არა მტკიცებულება, მაგალითად იმის, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ მიქაძეებმა გელა უძილაურს მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. ბრალდების დადგენილებაში ასევე წერია, რომ გელა უძილაური თავის მხრივ უბრუნებდა ინფორმაციას ძმებ მიქაძეებს. ვკითხეთ, რა აქვს ამის მტკიცებულება. გამომძიებელმა ამაზეც გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. პატაკში ნახსენებია ძედ ხასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი. ირაკლი უსოიანის ბაბუა ძედ ხასანი თუ შურისძიებით მოკლეს, შურისძიება და ანგარება ერთმანეთს გამორიცხავდა. აღმოჩნდა, რომ გამომძიებელს გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად არ ჰქონდა ჩატარებული. ბრალდების მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც თქვენ ახლა თავად ნახეთ და მოისმინეთ, წესით საფუძვლად უნდა დაედოს განაჩენს. სასამართლოში სიტყვებს წონა აქვს. ზოგჯერ იმდენად მძიმე, რომ მთელი საქმე მათზე დგას. ამ საქმეშიც ასე უნდა ყოფილიყო.
ბრალდება საკუთარი მოწმეების ჩვენებებზე უნდა აგებულიყო. სწორედ მათ უნდა დაემტკიცებინათ ის, რის გამოც უდანაშაულო ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემული. თუმცა, როგორც თავად ნახეთ, ხშირად ეს ჩვენებები სავსეა ურთიერთგამომრიცხავი დეტალებით. კერძოდ, ერთი მოწმის ჩვენება უპირისპირდება მეორე მოწმის ჩვენებას და გაჯერებულია დაუზუსტებელი და ბუნდოვანი მოსაზრებებით. ბრალდების მხარის პოზიციები საკუთარმა ექსპერტებმა, კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა არაფრის მომცემი ჩვენებებით ჩამოშალეს. ამ საქმეში ყველაზე ხმამაღლა სწორედ ისინი ლაპარაკობენ, ვიზეც ბრალდება იდგა. ბრალდების მოწმეები. როცა ბრალდების მთავარი საყრდენი, მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ბრალდება საკუთარ სიმძიმეს ვეღარ უძლებს და იმსხვრევა. ეს საქმე სწორედ ასე ჩამოიშალა და იმსხვრა შიგნიდან. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ბრალდებას გაამყარებდა. და საბოლოოდ დარჩა ერთი მარტივი და ტრაგიკული რეალობა. ბრალდება მტკიცებულებების გარეშე. დავრუნდით ძვირფასო მეგობრებო, ეთერში თქვენ ნახეთ სიუჟეტი ბრალდების მოწმეები, რომელიც შეეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. მე გამეორდები და ვიტყვი, რომ ამ საქმეზე ბრალდების მოწმეების გამოკითხვა დასრულდა და სწორედ აი ეს შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, სიუჟეტი იყო ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული. ბატონო ირაკლი, გადმოვალთ თქვენთან სასაუბროთ, რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ზოგადად ის, რომ ეს არის ბრალდება მართლაც მტკიცებულებების გარეშე, ეს ალბათ დღევანდელ ეთერში არ ითქმება პირველად, ეს არაერთხელ თქმულა, მათ შორის ჩვენს ეთერშიც. მოგვისმენია თქვენი სხვა უფლებადამცველი პირების კომენტარები ამ საკითხებზე არაერთხელ. თუმცა ეს შეჯამებული სახით, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის წარმოდგენა ალბათ მაინც უფრო საინტერესო იყო. პირველი რაც მინდა გამოვყო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ბრალდებისთვის ამ შემთხვევაში არის მოტივის საკითხი. დაუდგენელი არის მოტივი, რატომ უნდა ჩაედინათ ესეთი დანაშაული გიორგი და დავით მიკაძეებს და გიორგი ჯოხაძეს. დასახელებული არის რამდენიმე მოტივი. იყო ნათქვამი, რომ რაღაც ბიზნეს დავა ჰქონდათ, თუმცა ვერ დასახელდა კონკრეტულად რა ბიზნესზე იყო საუბარი. შემდეგ ითქვა, რომ უსოიანის შვილიშვილიც იყო ნახსენები, რომ თითქოს ვიღაცამ დაუკვეთა და რაღაც 5 მილიონი გადაუხადეს ამ ყველაფერში, თუმცა არც დაკვეთის ფაქტი, არც თანხა არის ნაპოვნი და საერთოდ აი არანაირი ამხრივ რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ვერსიას გაამყარებდა, არ არსებობს. სხვადასხვა მოტივები იქნა ნათქვამი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრალდება არ არის შეჯერებული ერთ კონკრეტულ მოტივზე, რომ აი ამის გამო ჩაიდინეს ადამიანებმა დანაშაული. რამდენად არის ეს ნორმალური მოცემულობა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როცა ვაბრალებთ ადამიანებს, მე რამდენადაც ნასწავლი მაქვს, აი მოტივის გამოკვეთა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, თუ კი როდესაც ვამხელთ დანაშაულს. შეიძლება რომ ადამიანი დავსაჯოთ, მიუცეთ ის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და ბრალდებამ ვერ გამოკვეთოს მოტივი. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. თქვენ მათ არის ბრძანეთ, რომ სამართალწარმოება რაც მიმდინარეობს არის ყოველად უსაფუძვლო და არავითარი მტკიცებითი ნაწილი ამ საქმეს არ ახლავს. მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ თავიდანვე, როდესაც ეს საქმე დაიწყო, თავიდანვე ეს იყო დაკვეთით განხორციელებული ბრალდება და შეთხსული იყო კონკრეტული მიზნით, რომ დამდგარიყო კონკრეტული შედეგი და უდანაშაულო ადამიანები მიეცათ პასუხისგებაში, რათა თავისი ანგარებითი პირადი ინტერესები კონკრეტული პირებს დაეკმაყოფილებინათ და სამწუხაროდ მიეცათ ამისი საშუალება და რესურსი
და განახორციელეს ის, რაც განახორციელეს. მაგრამ ის, რაც განახორციელეს, აშკარას ხდის, რომ არც ინტელექტუალური მოცემულობა აქვს ამის დამგეგმავს, არც პროფესიული, არც სამართლებრივი და ზუსტად ამიტომ არის, რომ ეს საქმე დარჩა საერთოდ ჰაერში გამოკიდებული იმ კუთხით, რომ გასული არის სამართლებრივი სივრციდან ყველაფერი. ანუ ეს საქმე თავიდანვე არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ იჯდა. ფორმალურად დაიცვეს კანონი იმ კუთხით, რომ შეადგინეს საბრალდებო დასკვნად ცალკეული პირების მიმართ, მათ შორის ძმები მიქაძეების მიმართ, პირველს ყოვლისა თავს გავუსვამ და ამ ბრალდების უკან იურისტებისთვის და საქმეში შეხედულთათვის ყველასათვის ნათელი იყო, რომ ამის უკან არავითარი მტკიცებულება არ იყო. და ყველაფერი გათვლილი იყო იმისათვის, რომ დაეჭირათ უდანაშაულო ადამიანები და საზოგადოებისათვის შეეთავაზებინათ შავი პიარი, ანუ საქმეში საზოგადოებას არ უნდა ცოდნოდა რა ხდება, რომ არაფერი არ არის იქ და ბოდიში გამოთქვისად ტუფტაზე რო არის ეს საქმე ესე. ეს რა ქვია, მოგუნდავებული და საზოგადოებას შეესთავაზეს შავი პიარი და სურდათ, რომ დემონიზება მოეხდინათ როგორც ძმები მიქაძეების, ასევე სხვა პირების, მაგრამ როგორც არაერთხელ გავაჟღერეთ თქვენთან ეთერში და როგორც არაერთხელ აღნიშნეთ ჩემმა კოლეგებმა, ზუსტად ისე მთავრდება ეს საქმე, როგორც დაიწყო, რომ არაფერი, არც ერთი მტკიცებულება ამ საქმეში. აი მე სიმართლე გითხრათ, ცოტა მოლოდინი მქონდა იმისი, რომ ახლა კი თქვით ბევრჯერ რომ არ დევს ამ საქმეში არაფერი, ადვოკატები ყავდა მათაც თქვეს რომ წაკითხული გვაქვს ბატონო მთელი საქმე ყველა ტომი და არსად არაფერი არ არის, მაგრამ ახლა ნუ მაინც რთული იყო ჩემთვის იმისი დაჯერება, რომ აი ფინალში ისე გავიდოდა ეს საქმე, რომ მართლაც არანაირი მტკიცებულება არ გამოჩნდებოდა პროკურატურის მხრიდან. პროკურატურამ დაასრულა უკვე ხო თავისი მოწმეების გამოკითხვა, ყველა მტკიცებულება თუ რამე ქონდა წარადგინეს. არ ვიცი, აი მართლაც გაუგნებული ვარ, რომ რეალურად მართლაც ისე ხდება, რომ ბრალდების, აი ამ საბრალდებო დასკვნაში რაც წერია, არაფერი არ უმყარებს, საერთოდ არაფერი არ უმყარებს აი ამ ყველაფერს ზურგს. არ უმყარებს და მეცაც გეტყვით, მოწმეები, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეებად ითვლებოდნენ, ანუ პროკურორის მოყვანილი მოწმეები, იძლეოდნენ ისეთ ჩვენებას, რომელიც დაცვის მხარემ უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ უყურეთ როგორი შტაბეშტილი ახლა არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, რომ კაცო, ესო პროკურორის მოწმეები არიან თუ თქვენ დაცვის მხარის მოწმეები არიანო, იმიტომ რომ ის ხალხი იძულებული გახდა ილაპარაკონ სიმართლე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს იყო ვიღაცის სურვილები, ეს იყო ვიღაცის შეფასებები, რომელიც ამათმა გააჟღერეს და ელემენტარულს ვიტყვი, აი რო იტყვიან მამალი მოწმეო, ხო, მამალ მოწმეს რო დააყენეს, აი ეს კოკამორგოშია. ბოლოს გამოირკვა, რომ ეს მისი შეფასებები და ვარაუდები იყო და განწყობები. და დამთავრდა ყველაფერი, აი ესე ისე დამთავრდა საქმე, რომ ჩვენ მაინც რაღაცას გვეგონა, რომ რაღაც მაინც წარმოჩინდებოდა ისეთი, რასაც ჩაეჭიდებოდა ბრალდების მხარე. ისიც არ არის. პროკურორი ხშირად იმეორებს, რომ აი დასკვნით სიტყვაში ჩვენ გვექნება წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია, ეს თავსი გავუცხო. დასკვნითი სიტყვა, ნახეთ, დასკვნითი სიტყვა რა არის? დასკვნითი სიტყვა არის შეჯამება იმისი, რისი განხილვაც მოხდა სასამართლოში, ხო? ანუ იქ ახალი ვერაფერი ვერ გამოჩნდება. ვერაფერი ვერ გამოჩნდება. დასკვნითი სიტყვა რა არის? ვისაც როგორ აწყობს პროკურორი, ისე მიტყვის ამას, ხო? ახლა მიზეზ დოსმარილი აკლია, ხო? თუ არ მინდა არ შევიმჩნევ, აი ამ კალამს არ შევიმჩნევ, მიკროფონს არ შევიმჩნევ. ხო არ არის და მორჩა, მაგრამ ხო არის? გამიგეთ? აი ასე უნდა ჩაამღერონ ეს ყველაფერი. გამიგეთ? ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან თვითონ ის პირები, ვინც აი ეს სამართალწარმოება წამოიწყო და ვინც დაუკვეთა, იმიტომ რომ ამ ხალხს პასუხი ექნება გასაცემი. დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება, რომ როცა გვარწმუნებდი ჩვენ რომ ეს ასეა, აღმოჩნდა რომ ასე არ ყოფილა. ხო ამაზე უნდა აგოს პასუხი. თქვენ გარწმუნებთ რომ ამაზე ვიღაცა პასუხს აგებს და არა ერთი და ორი. ნაგეთ, ამიტომ სრულდება ეს ამბავი. აი თქვენ მოწმეები ახსენეთ, მაგალითად იყო გამოიკითხა ძანძავა, რომელიც არის ადამიანი, რომელიც თან ახლდა ლევან ჯანგველაძეს მკვლელობის მომენტში, ანუ ის იყო ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი. იყო ასევე ჩადუნელზე საუბარი, რომელიც თანამშრომელი, ასე ვთქვათ, ამ ადამიანის, ასევე ძალიან დაახლოებული პირი, მაგრამ მე მოხდა ისე, რომ მათ მისცეს ისეთი ტიპის ჩვენებები, რაც აშკარად არ აწყობდა პროკურატურას, აშკარად პირიქით იყო გამამართლებელ გარემოებებზე ამახვილებული. დაზარალებული ჩავარდა შოკში. აი ამ ძანძავას
დაზარალებული ჩავარდა შოქში, როდესაც ესენი ჩვენებებს იძლეოდნენ, იმიტომ რომ დაზარალებულმა დაინახა, რომ აი ამ ხალხის ჩვენებაზე იყვნენ რაღაცი კუთხით დამოკიდებული ბრალდების მხარე და აღმოჩნდა, რომ ისიც ტუფტა, ისიც არაფერი არ არის, ბოდიში ესეთ გამოთქმისათვის და მოწმე მისცა ისეთი ჩვენება, რომელთაც თლიანად გამოირიცხა ბრალეულობა და კითხვები გაუჩინა დაზარალებულს. იმ მიმართულებით, რაზეც ახლა თვითონ შოქში არიან, როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე, ხომ? როგორც დამკვეთი, ისე შემსრულებელი. იმიტომ დაზარალებულს ამ საქმის დამკვეთთან და შემსრულებლებთან, აი ვინც სამართა წარმოება წამოიწყო, შეკითხვები აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია ექნება კიდეს. აი ეს გამოვიდა ბოლოს. და ახლა თქვენ ახსენეთ ბრალდების მხარემ დაასრულა, ახლა დაწყებული არის დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. იქაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები წარმოჩინდება, მათ შორის მნიშვნელოვანი მოწმეები არიან დასაკითხი და მე გაწმუნებთ თქვენ რომ უკვე ყველანაირი სურათი ნათელი არის, უკვე შთაბეჭდილებას დარწმუნებული ვარ მოსამართლეს აბსოლუტურად ყველაფერზე აქვს და მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და მაქვს შინაგანი რწმენა რომ ამ საქმეზე დადგება ობიექტური გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. ის რა არის საინტერესო პროცესის მსვლელობის დროს და ეს იყო მათ შორის ჩვენ სიუჟეტშიც ნახსენები გამოიკვეთა ერთი ტენდენცია, აი სადღაც შუა პერიოდში ალბათ აშკარად ქონდა მცდელობა პროცესების ჩაშლის მცდელობა არსებობდა. კერძოდ ხდებოდა გარკვეული ჯგუფების დაორგანიზება, რომლებიც აი 3-4 პროცესის განმავლობაში იკრიბებოდნენ სასამართლოსთან. ჩემი აზრით არასწორად ხდებოდა დაზარალებულის ოჯახთან ამ ხალხის მიკერება, რომ თითქოს მათ ჰქონდათ რაიმე კავშირი აი ამ ჯგუფების ორგანიზებასთან, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ხდებოდა ასეთი ადამიანების ორგანიზება, რომლებიც აშკარად ცდილობდნენ წაიყვანათ სიტუაცია ისე, რომ სასამართლოს ხდომა დახურულიყო. ის აღარ ყოფილიყო საჯარო და მათ შორის არის დაზარალებულ მხარეს არც აქეთ ბრალდებულების მხარეს აღარ ქონოდა პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. აი ეს გარემოება რაზე მეტყველებს, ვის შეიძლება აწყობდეს დღეს აი ამ პროცესის დახურვა და ვის შეიძლება აწყობდეს რომ საზოგადოებას საერთოდ აღარანაირი ინფორმაცია აღარ ქონდეს. ყალბის ქნელებს და ამ საქმის შემკერავებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, ჟურნალისტები აშუქებთ ამ პროცესებს, აი ჩვენ ფილმიც ვნახეთ, ხო? ასევე გაქვთ ინტერვიუები როგორც ბრალდების მხარესთან, შემდგომ ასევე დაცვის მხარესთან, ამ ყველაფრის ფიქსაცია ხდება, ჩაწერა ხდება, ხო? აი ამ ეს წყობიდან გამოდიან. რამენაირად უნდათ მიეღწიათ, რომ სხდომა დახურულიყო, თქვენ ამის საშუალება არ ქონოდათ, რომ გაგეშუქებიათ პროცესები. გასწავარია დაზარალებულს არ ქონდა შესაძლებლობა რომ დასწრებოდა პროცესს, იმიტომ რომ თუ დაიხურება დაზარალებულისთვისაც იხურება, ხო? და ისე გააგრძელებდნენ მე ტყუილების ქვევას და ტყუილების შეთავაზებას დაზარალებულისთვის. თან ზოგიერთებს ჩვენება ქონდათ მისაცემი და იცოდნენ რომ უკვე ჩაფლავებული იყო ყველაფერი და უნდათ ამ პროცესების ჩაშლა რეალურად ამ კუთხით. ასევე აი ამ მორგოშიასაც უნდოდა რომ დახურულ ფორმატში მიეცა ჩვენება და უფრო გაეშალა ფრთები, მაგრამ ვერანაირი რაც არ უნდა ფრთა გაშალოს მატყუარა ლაზღანდარობით. ფაქტი არის რომ გამოჩნდა რომ მისი ვარაუდები და შეფასებებია ყველაფერი, იმიტომ რომ არაერთხელ იქნა დაბეგვილი რიგი მიზეზების გამო ვიღაცებზე არის ნაწყენი, ვიღაცებზე აქვს გულდაწყვეტები, ვიღაცებთან აქვს მატერიალური და მორალური ვალდებულებები ჩემო ბატონო ამ ადამიანს და ახლა კიდევ სხვა რაღაცებს აკეთებს და აორგანიზებს იქ მისი ჭკუით რაღაც აქციებს, ვის გონია რომ რაღაცა გამოვიდა ის რომ არ ჩაუვიდა ფეხი, სხდომები არ დაიხურა, მისი უმსგავსება ალაგმული იქნა, იცი როგორც საჭირო არის და გავედით უკვე ბოლოში და წარმოჩინდა რომ არაფერი იმ საქმეში არ არის და ვერც მორგოში არ მუშველა ამ საქმეს და ვერც სხვა. აი ესეთ იყო ვითარება. ერთ საინტერესო რაც არის და ერთგვარად სკანდალური რაც იყო თავიდანვე და ცოტა ეპატაჟურიც ამ საქმისთვის, თუ შეიძლება ეს ტერმინი ვიხმაროთ, არის ანონიმური Facebook პოსტი. ვინმე ჯონათან ჯონის პოსტი,
ზოგადად რამდენად ხშირია სასამართლო პრაქტიკაში თანამედროვე მართლმსაჯულებაში, როდესაც აი ესე Facebook-ზე ანონიმური პოსტის გამო შეიძლება აღიძრას საქმე კონკრეტული ადამიანების მიმართ და მხოლოდ აი ამ პოსტის გამო ადამიანები მიეცენ პასუხისმგებლობას. ჯონათან ჯონი არის მორგოშია. ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუღია ინფორმაცია სხვა ჩვენს პროკურატურას, მაგრამ წარდგენილი არ არის მე პირდაპირ გეტყვით, წავიდე სადაც თუნდაც სადაც უნდა იქიჩივლოს. აი ხა პირდაპირ გეუბნები ეს ეგ არის მორგოშია. მაგათ აქვს ჩატები ის თავის რაღაც პოლიტიკური ორგანიზაცია რო აქვს ცალკე სკვითების ორგანიზაცია და ყველაფერს ეს ხელმძღვანელობს მისი ჯგუფით. იქ აქვს ჩატები. როგორც კი ამან ეს დადო აი პარაგონიო რო იტყვიან ხო ვარასკვე თვითონ რო ლაპარაკობს რაღაცებს ზედმეტებს იქა და იმასაც მოგახსენებთ ცალკე ჯერ ეს თემა დავამთავრო იმ წუთში აი ამ ჩატებში დაიწყეს ამის გაზიარება ამის დადება აი ამ სკრინის აი ამ ჯონათან ჯონის და დაიწყეს ამის პიარი რომ ესე იგი რაც შეიძლება მეც ენახა გავცელება ერთმანეთთან ჩაგდება და რაღაცა ეს მონიტორირებულია ყველაფერი ამის მონიტორინგის ჩატარდა დაუყოვნებლივ და იმ პროკურატურამ რომ გამოითხოვა ინფორმაცია სათავო ოფისიდან და მიმართა Google-საც და Zuckerberg-საც და იმის ზევით თუ იმის ქვევით კიდე იძულებული რომ გახდე პასუხს რატო არ იძლევა რატო არ გამოაჩინეს ის ხო აი საინტერესოა მიიღო პასუხი იმიტომ რომ მორგოშია არის ეს შეიძლება რომ გამოძიება ესე ტენდენციური იყოს გასულ რაც არის მოცემულობა ხო უნდა ჩადოს საქმე გეტყვით ახლა რასაკეთებს ეს მორგოშია იცი მორგოშია ხაჭირებული კი არა მაგრამ რეალურად გეტყვით რომ უყურეთ დამჯდარი ახლა ამბასადორში იქ დასცა კარავი დაუყენებია დაცვა რომ სხვებს დაანახოს და თითქოს ესე იგი საქმეებს წვეთ საქმეებს არჩევს ვითომ რაღაც ბიზნესებს ალაგებს და უფლებამოსილება აქვს თითქოს ხელისუფლებისაგან ცალკე იქით იძახის მეო ჯანგველაძისაგანო უფლება მაქვს რაღაც ყველაფერი გავარჩიო და ქუჩას მივაკონტროლ რაღაც სისულელეებს იძახის არ ჭირდება მიყავს იქ ხალხი ზოგს ატყუებს ზოგი თხოვდება ზოგი ატყუდება ეხლა მინდა ხელისუფლებას მიმართები სამარცხვინო ეს სიტუაცია ამ კაცის იმედზე რანაირად შეიძლება იყოს ზოგიერთი მე არ ვიცი თუ კი ეს ასია და თუ კი ეს ასე არ არის მაშინ ალბათ რაღაც ზომებია მისაღები რომ ამის ფანტაზიებს და ამის ნამდვილად ასეა ხო და გეუბნებით და თუ არ არის ასე წავიდეს და მომთხოვოს პასუხება თუ მაგარი ბიჭია ხო და მაგას თუ გონია ახლა რომ ხალხმა არ იცის და არ ჩანს ეგ რასაკეთებს მაგრამ ავარდნილი აქვს თავში რაღაცეებს იყენებს ბოროტად და დარწმუნებულია რომ ლაგამს ამოძდებენ მაგრამ ჯერჯერობით აი ეს არის სანამ ამისთვის ჯერ არავის არ ძალია აი ესეთია ვითარება ერთი მნიშვნელოვანი რაც ასევე არის ამ საქმეში არის თავად მსჯავრდებულის უკვე ანუ უშუალოდ ვინც არის თავისივე აღიარებით დანაშაულის ჩამდენი უძილაური მისი ჩვენება რომელიც მან მისცა ჯერ თავის სასამართლო პროცესზე შემდეგ ის წარსდგა მოწმის სახით უკვე წივწივაძის თუ სწორად მახსოვს ასევე ამ საქმიდან გამოყოფილი ეპიზოდია სასამართლო პროცესზე ეს ადამიანი იძახის შემდეგ ის არ უარყოფს რომ მან ჩაიდინა დანაშაული პირიქით ადასტურებს რომ მე ვარ ამ შემთხვევაში დამნაშავე თუმცა ის უარყოფს შეკვეთის ფაქტს ის ამბობს რომ მას ჰქონდა პირადი მოტივი რომ ეს დანაშაული ჩაედინა ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა რატომ შეიძლება არ გაიზიაროს კი ბატონო გამოძიებამ ეს ვერსია და მას ასე ვთქვათ, კონდეს საკუთარი ვერსია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი იძახის რაღაც კონკრეტულ ვერსიას, მე რამდენადაც ვიცი, ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, თუ არის შესაძლებელი მისი გადამოწმება და უძილაური ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, რაღაც გვარებსაც ამბობს იქ უკრაინაში ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა დეტალურად აღწერს ვითარებას ამბობს რა მოტივი ჰქონდა ანუ რამდენიმე პიროვნებას ასახელებს ისეც ვინც ცოცხალიც არის შესაძლებელი იყო გამოკითხვა მცდელობა მაინც რო ყოფილიყო მათი გამოკითხვის რით შეიძლება ახსნათ რომ გამოძიება არც კი დაინტერესდა ამ ვერსიის გადამოწმებით ანუ ადამიანს ვისაც აბრალებს რომ შენ ჩაიდინე მკვლელობა ის ადამიანი ეთანხმება დიახ მე ჩავიდინე მკვლელობა და ამბობს რატომაც ჩავიდინე და არც ამოწმებს შემდეგ უკვე მის ვერსიას გამოძიებას იმიტომ რომ არ აწყობს, იმიტომ რომ ვიღაცას აწყობს ის რაც დაიწყეს და რაც მოატრიეს ეს საქმე ასე თეთრი ძაფით შეკერილი. თორე რო აწყობდეთ, კანონიც ავალდებულებს ამასო ამასო კანონი ავალდებულებს. აი ნახეთ რო იძახის ეს პროკურორი ხოლმე პატიმცემული ვეფხვაძე გამოყოფილია საქმეებით ეგ რაღაცებს ვიძიებთ იმ გამოყოფილ საქმეზეო. ის გამოყოფილი საქმე არის თუ როგორი საქმეც არის. აი მე აქედან დავუსვამ ახლა შეკითხვას. ერთი საგამოძიებო მოქმედება თუ აქვს ჩატარებული უძილაურის ჩვენებასთან დაკავშირებით.
ვინმეზე სამეურნეობო ხარჯები იქნა გაწეული, გაუშვეს უკრაინაში, რაიმე ღონისძიება გაატარეს, რომ მოწმე და ეკითხათ, რაიმე მტკიცებულება მოეპოვებიათ, ან უძილაური დამატებით არის დაკითხული, აი ხა პირდაპირ ვეკითხები აქედან მე. უძილაურმა რომ ჩვენება მიცა სასამართლოში, მასთან ციხეში მივიდა ვინმე დაკითხვა განახორციელა უძილაურის რომ მოდი უფრო დეტალურად მითხარი რა მოხდა რომ წავიდე და გამოვიძიო? არა აქვს ეს გაკეთებული. იმიტომ რომ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ეს არის ჯერთი არაპროფესიონალები არიან. და ვინც პროფესიონალები არიან, ისინი გვერდზე არიან გაწეული, იმიტომ რომ პროფესიონალი ხა ამ სისულელებს არ გააკეთებს, ხო? ხო, ალბათ ამასაც ჭირდება კვალიფიკაცია. ყდა მიქონდათ სასამართლოში, αλλά მართლა ყდა კი არ მიქონდათ სასამართლოში, მაგრამ ეგეთი არ მიუტანიათ არასდროს სასამართლოში, მე არ მახსოვს ჩემ პრაქტიკაში, 800 ჭორზე და ლაზღანდარობაზე აგებული საქმე მიეტანათ სასამართლოში. ეგ არ არის, ახლა მე გეუბნებით, ამას ადვოკატი, მე სააკაშვილის დროინდელი უსამართლობაც მინახავს და სხვა დროინდელი უსამართლობაც მინახავს. ყველა დროში მინახავს ყველაფერი, მაგრამ აი ასეთი მაპატიეთ და ახლა მაინც მოსახლეობა არ მიწყეს ნაგლად შეკერილი ასეთი საქმე და მიტანილი სასამართლოში რომ აჰა შენ მასწავლებლება ხარ და განიხი ესეთი რამე არ მახსოვს მე იმიტომ რომ უყურეთ მაყურებელი ყოველთვის როგორ საზღვავს იცი ახლა ეს დაინტერესებული მხარია მაინც ადვოკატია და მაინც რაღაც ასე უნდა ილაპარაკოს და რომც არ იყოს მაინც უნდა თქვას მაგრამ ახლა ვინც მიცნობს იცის რომ რაც არის მხოლოდ იმას ვამბობ რაც არ არის იმას ბოლო არ ვამბობ ხო და თქვენ ჟურნალისტები ხართ თქვენ ხო დადიხართ თქვენ ხო ამას ყოველდღე უსმენთ პროცესზე რა ხდება ხო კი არა ნამდვილად თქვენ ხო თქვენი შტაბ-ეშტილებაც გამოგაქვთ მე რაც არ უნდა ვილაპარაკო მაგრამ ეგ ედიქო საზოგადოება ესწრება იმას რომ ბოლო დაზარალებული ესწრება რომელიც შოქშია იმისგან რასაც იქ ისმენს რომ საქმეში არაფერი არ არის და სიყალბეზეა საქმე აგებული და კაცი უდანაშაულო ადამიანი მე ახლა რამოდენიმე პროცესზე შემექმნა შტაბ-ეშტილება რომ ის დაზარალებული ჩვენ გულშემატკივრობს იმიტომ რომ ხედავს რომ ის რა უბედურებაშიც ესენი აღმოჩნდნენ იმ საქმეზე გამოძიება ჩატარებული რეალურად არ არის ობიექტური მიმართულებით და ჩატარებული არის მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით მიქაძეების მიერ და უდანაშაულო ადამიანი არის იქ ციხეში ახლა აი ამას ხედავს კრეიც არა ქვია დაზარალებული და მე ესეთი განწყობაც შემექმნა კიდე ცალკე ანუ საქმის ფალსიფიკაციასაც ჭირდება ერთგვარი მაღალი კვალიფიკაცია არ შეიძლება ისე ვერ გააყალოს სოდნა ჭირდება ახლა მორგოშიაზე ჩამოკიდებს საქმეს აქედან რა გამოვა მითხარი კაც ეკითხები საიდან მოგა რასაც ლაპარაკობ გააქ რა მტკიცებულება თუ ტყუილა ლაპარაკობ და ჩემი შეფასებები და შევინახარ ანუ მითხარი რას არ მოადგენ შენ ნუ საუბრობს რომ იყო დაახლოებული პირი ამ შემთხვევაში ვისი დაახლოებული პირი იყო ჭირდებოდა მე მეწმუნეთ ახლა მე ხო არა ვარ საქმეს ჩახერგული ვინ ვისთან არის დაახლოებული მე გაწმუნებ თქვენ რომ ძმები ჩანგველაძეები როგორც ერთი მეორე ესენი იყვნენ ისეთი ფიგურები რომლებიც არასოდეს არ იკადრებდნენ რომ მორგოშია ყოფილიყო მაგათი მესაიდუმლე თუ პირიქით და მორგოშია სწორად თურმე ამას ეშინია და იცის მორგოშიამ ჯანგველაძეს ვისი ეშინია თუ არ ეშინია ახლა ასეთი სისულელი როგორ უნდა გამოიტანო ასე შეურაცხყოფა როგორ უნდა მიაყენო და გინა გარდაცვლის გინა ცოცხალს ვინახარ შენ საინტერესო არის ბატონო ირაკლი იცით რაზე ვისაუბროთ რომ ამ შემთხვევაში ალბათ არ იქნება სწორი წარმოვაჩინოთ ეს საქმე როგორც აი მხოლოდ ერთი ან ორი ან გინდას რამდენიმე პირის ან რამდენიმე ოჯახის ტრაგედია. ამ ყველაფერს ხო უყურებს საზოგადოება. როდესაც საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ აი ეს არის ჩვენთან მართლმსაჯულება, როდესაც შესაძლებელი არის აი ესე უბრალოდ ვიღაცის ნების გამო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანები მიუცეთ პასუხისგებაში თან ესეთი უმძიმესი ბრალით. და თან აი გიორგი მიქაძე მაგალითად არის ის ადამიანი რომელიც ზის დღეს ციხეში აი უშუალოდ ფიზიკურად ვინ ზის ციხეში ზის ადამიანი გიორგი მიქაძე სხვა შორის აი უფლებადამცველებიც ამ ნაწილზე განსაკუთრებით კიდე ამახვილებენ ყურადღებას რომ საერთოდ ერთი მოწმეც არ არსებობს სადმე ან ჩანაწერი ან არ ვიცი აი იმ სასტუმრო თაუერის ეპიზოდზე ხო ედავებიან რომ შეიკრიბნენო და რაღაც ორგანიზებას აკეთებდნენ ანუ იქაც კი არ ჩანს ეს ადამიანი საერთოდ ჯერ იმ თაუერში ვინ რატო იყო მისული ვინ რა იცის მაგრამ ნუ აქაც კი არ ჩანს ადამიანი აი ხა როდესაც საზოგადოებას ეუბნება ხელისუფლება თუ სასამართლო ხელისუფლება რომ აი ჩვენთან მართლმსაჯულება ასეთი არის
შეიძლება არ არსებობდეს მტკიცებულება, შეიძლება არ იყოს არანაირი მოწმე, არანაირი მოტივი, არანაირი ხელჩასაჭედი, მაგრამ აი მე მინდა და ვიღაცას მაინც მივცემ, სამუდამოდ გავუშვებ ციხეში. აი არ ჩანს ადამიანიო, რო ბძანეთ. აი ხა აი მე აი პატარა ეპიზოდზე გეტყვით მე. ეკითხებიან ახლა გამოძიებას, ხო? პროკურორს გამოძიებას შეკითხვას ვარ. საიდან დაადგინე რომ ეს არის ის ადამიანი? ვერ ადგას ეკითხებიან ექსპერტიზა ჩაატარე ამ გამოსახულებაზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარე რომ თქვა რომ აი ეს არის მიკაძე ან სხვა ან რომელიმე კონკრეტული არაო ექსპერტიზაო მაგაზეო ვერ ჩატარდებოდაო სამაგიეროთო ვერ ამოიცნობდაო მაგას ექსპერტიზა დასვლას ვერ დადებდაო მაგრამ სამაგიეროდ დავკითხეთ პოლიციელია რომელიც შეძლებდა მის ამოცნობას ხო აი ეს ჩემთვისაც შოკი ანუ ბრალდება პირდაპირ თქვა რომ იმიტომ არ ჩავატარეთო ექსპერტიზა რომ ექსპერტი პასუხს ვერ მოგცემდაო და ამისგან რომ თავი დაგვეზღვიაო მე ამიტომ პოლიციას ვათქმევინეთ რომ ეგ არისო აი ხა ამას სასამართლო პროცესზე იძახიან ამას პროცესზე იძახიან პირდაპირ ამბები ექსპერტიზა არ ჩავატარე იმიტომ რომ ექსპერტიზა ამას პასუხს ვერ დადებდაო სამაგიეროდ დავკითხე აგერ ჩემი კაცი მილ პოლიციელიო და იმან დამიწერა რომ ეს იყო აგერ მე ვიცანი მაგიო აი ეს არის თავი და ბოლო და ამას ვასმენინებ საზოგადოებას ეს ხო მართლა აი 1 და 2 ადამიანის ტრაგედია აღარ არის არა ეს ხო მთელი საზოგადოების თვალში ანგრევს ნდობას ატაკებით რო არის გამოდენილი ეს საქმე რა არის მე მივიღე ოპერატიული ინფორმაცია რომ ეს არის ასე ეძები ახლა მისგან მიიღო თან დასახელების ვალდებულება არა არაფერი დასახელების ეს გაპრებზე არის აგებ იმიტომ უნდათ იმ საქმის დახურვა იმიტომ უნდა ამ საქმის გადამღერება ასე სწრაფად დამთავრებული იყო. იმიტომ არის უძილაურის ჩვენებას კაციშვილი რო არ ინტერესდება. იმიტომ არის უძილაურს თავი დავანებოთ. კაცი ციხეშია. ერთი ძმა ციხეშია. მეორე საქართველოში არ იმყოფება. ვინმე დაინტერესდა მოვიდა ვინმე გიორგი მიქაძესთან და ჩვენება ჩამოართვა ვინმე დაკითხვის სურვილი მისი გამოხატა ანუ არ არის დაკითხული ადამიანისაც ასე ამას მიქაძია დაკითხული ახარაფერს არ ვამბობ ისა დავით მიქაძე თუმცა დავით მიქაძის ინტერვიუ ჩვენ ანახი გვაქვს სადაც ის ამბობს რომ თუ კი ამის სურვილი ექნება გამოძიებას მე მზად ვარ რომ მივცემ არა ინტერესებთ არა არავის არ გამოხატავს არა ინტერესებთ იმიტომ რომ ჩვენებას რომ მოგცემს ადამიანი შენ იქ ვალდებულება გაქვს პროკურატურა ხარ გამოძიება რო ხარ და ასე შემდეგ ხო იქ რაღაც მოქმედებები განახორციელო მაგრამ აზრი მითხარით არა ინტერესებთ ბოლო პროცესზე ხო ილაპარაკა ეგერი მაგრამ რა ქვია უძინაურმა ვინმე შეამოწმა რამე ჩატარდა არაფერი გიორგი მიქაძის პოზიცია და დავით მიქაძის პოზიცია თავიდანვე ცნობილი არის ვინმე მოვიდა შენ რო უარყოფ ამ ყველაფერს ამეთი დეტალურად გავშალოთ რაღაცეებიო მკითხა ვინმე მოვიდა არა არაფერი და ასე დადია დაყავთ ასე ოპერატიული თანამშრომლები იმან მე ასე ოპერატიული ინფორმაცია მომცა მე დავწერე და მიუტანე ჩემმა უფროსმა დაადო რეზოლუცია და ჩადო საქმეში და მოგიდანა თქვენ და იყავით ახლა და იარეთ აქ ჩემო ბატონო საბიჯულო ჩემა რომ არავინ არ ვართ დაზღვეული არა და მე ნახეთ უყურებ აქ რო სამართლებრივი ჩარჩოდან ეს გასულია და მტკიცებულებები არ არის იმიტომ ჩართო დაინტერესებულმა მხარემ შავი პიარი რო ასე უნდა ელანძღათ გესმით ესე ცილისწამება უნდა განეხორციელებინათ მიქაძეების მიმართ სხვების მიმართ ასე არის ისია ჯერი არა აი ელემენტარულს გეტყვით მე ნახეთ რა საინტერესო რამე მტკიცებით ნაწილში ლაპარაკი არის რომ კონკრეტულად ის იარაღით ესე იგი თითქოს ამ იარაღით არის მოკლული ხო ჯანგველაძე დიახ ეს დაადგინა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ როგორც თქვეს უყურეთ ის იარაღი დაუშვათ ასე იყო ის იარაღი ხო რეგისტრირებული იყო იმას ხო კანონიერად ჰქონდა აი დაუშვათ ყველაფერი რომ დაუშვათ ხო კანონიერად ჰქონდა ხო იმ იარაღს უახ ბალისტიკური ექსპერტიზა გავლილი ბალისტიკური ექსპერტიზა გავლილი იარაღით არ მოუკლა კაცი იარაღი დაილი აი იარაღი არის შოება ამ საქართველოში აგერ შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ყოველდღე აცხადებს ამოვიღეთ ის იარაღი ეს იარაღი იქიდან იარაღი აქედან იარაღი იქიდან იარაღი და ბოლო საქმე ვინმე შედონებოდა და ამ მიქაძებს დონებოდა მოკლა ვერ იშოვეს იარაღი და რეგისტრირებული იარაღით მოკლევია სხვა რასისულებთან 200 ლარად ისაო რა ქვია შეძენია ხო ის იარაღი რა 200 ლარად მაგას ედავებიან კიდე ცალკე მოხლება მაგაზე. ასეთი სისულელე საქმეში როგორ უნდა ჩადო? თან დღისით მზისი, დღისი მზისი და ღამე ხდებოდა, მაგრამ ცენტრალურ გამზირზე ასე თქვა ხალხმრავალ ადგილას და ბევრი კითხვა ჩდება. მე აღარაფერს ვამბობ ჯერ იმ ბალისტიკურ ექსპერტიზაზე კიდე ის როგორ არის ჩატარებული ვინმე შეამოწმა?
ბალისტიკური ექსპერტიზა თქვა პეტრი არის ექსპერტი წერს რომ მე ვნახე რომ ეს შევამოწმე კარტოთეკა იმ კარტოთეკა რასაც გინდა იქ ჩადებ და იქ გადადებ რამდენი საქმეებია ასე იცი გაყალბებული ძველი საქმეები აბარა კეკუამ თავი რომ იქ ახლა არ მინდა დაუბრუნდე იქა გენერალი კეკუა რო იყო პოლიციის და ისინი რამდენი საქმეები ამოყირავებული იცი ასე როგორ შეიძლება ასე გაკეთება ამ ყველაფრის აქ საინტერესო არის კიდევ ერთი ეპიზოდი რომ გიორგი მიქაძე სასამართლო პროცესი აქვს ეს ნათქვამი რომ მე მაფრთხილებდნენ რომ ამასთან დაკავშირებით რომ უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან მაგრამ შეგნებულად არ წავედი ქვეყნიდან დავრჩი იმიტომ რომ მე მართალი ვარ და გასაქცევად მე ესეთი შთაბეჭდილება დამჭა ყოველ შემთხვევაში მისი ამ საუბრიდან რომ როდესაც მართალი ხარ ადამიანი მე რატომ უნდა გავიქცე მე ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო ეს არ უნდა იყოს თქვენი აზრით ერთგვარი ფაქტორი მათ შორის სასამართლოსთვისაც რომ ხა ადამიანის მიმართ არც მტკიცებულებადევს არაფერი ვერა აი ამდენი პროცესია უკვე 21 თუ 22 ხდომა ჩატარდა უკვე და ერთხელ არ არის მისი სახელი მისი გვარი ნახსენები საერთოდ საქმეში ადამიანი შეგნებულად დარჩა და შეგნებულად მიდის ახლა აი ამ ტვირთზე რასაც ქვია ციხეში ჯდომა რომ დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე ეს ჩემი აზრით უნდა იყოს ერთგვარი არ ვიცი შინაგანი რწმენის შემქმნელი ხო წესით სასამართლოს გაფრთხილებაც არის და გაფრთხილებაც ხო აფრთხილებდნენ ხო ეხლა მე ვერ გავაფრთხილებდი ეთქობა მნიშვნელოვანი ხალხი იყო ვინც აფრთხილებდა მიქაძეებს ვინც იცნობს და გიორგი მიქაძე ვინც აღა გეოგრაფი და იპოლიტი არ გააფრთხილებდა რა სერიოზულმა ხალხმა გააფრთხილა და უთხრეს რომ აპირებენ ამას და ნიშნავს იმას რომ წახვიდე ქვეყნიდან ხო პრინციპულად არ წავიდა ადამიანი მართლაც საქმეები ქონდა მართლაც ასასვლელი იყო პრინციპულად აღარ წავიდა ადამიანი იმიტომ რომ რას ქვია მე ვინმე რამე დამაბრალოს ის რაც არ ჩამიდენია მით უმეტეს ამ მიმართულებით პრინციპულად არ წავიდა არსად ადამიანი და დღეს ციხეში ზის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ხას უსვამ მე რომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოვა ამ საქმეზე და ალბათ ეს დამაზარალებელი იქნება დამაზარალებელი განაჩენი და მე გასცენ პასუხი ჩემებად მე პირდაპირ გეტყვით თქვენ რო ტრაბახობდნენ რომ ასე ვიზამთ და ისე ვიზამთ და რაღაცა რა გასცენ პასუხი ახლა რა გამოვიდა ამ საქმიდან სიყალბე რო შეკერეს გამოვიდა რამე ალბათ დამაზარალებელი იქნება ეს მთლიანად სასამართლოს იმიჯისთვის აი ამისი თქმა მინდა მე რომ იმიტომ არ არის ეს ალბათ ერთი და ორი ადამიანის ტრაგედია რომ როცა საზოგადოება ხედავს რომ აი ესე მართლა მტკიცებულების გარეშე ადამიანს უშვებს ციხეში თან სამუდამოდ უშვებს ციხეში ეხა 5 წლიან და 6 წლიან აქ იმიჯზეც არ არის საქმე იცით მე სხვა მოქალაქეს როგორ უნდა მქონდეს დობა მე ამ სასამართლოს მოსამართლეც უყურეთ ჯერ ერთი ძალიან ჯერა მე იმ მოსამართლეს ვინც იხილავს რა თქმა უნდა ჩვენის მხრიდან უდასტურებთ პატივისცემას ჩემ პატივისცემას ვადასტურებ ბატონი რომეო დღეშადაშვილის მიმართ და მინდა ვთქვა რომ უყურეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფრიად მძიმე მისია არის მოსამართლეობა და მართლმსაჯულების განხორციელება და მით უმეტეს როდესაც ესეთი მძიმეა საქმე პასუხისმგებლობაც უფრო დიდია პასუხისმგებლობაც უფრო მძიმეა და მე რასაც ხედავ იმედი მაქვს რომ მოსამართლის პროფესიონალიზმი და მისი ობიექტური ბუნება მიიღებს ერთად სწორ გადაწყვეტილებას და დადგენილი იქნება გამამართლებელი განაჩენი იმიტომ რომ სხვანაირად ამ საქმეზე სხვა გადაწყვეტილება ამ საქმეზე იქნება არათუ არ ობიექტური არამედ იქნება აშკარად არა ობიექტური და დარწმუნებული ვარ რომ თავის პატივისცემელი მოსამართლე და მათ შორის როგორც არის ბატონი რომეო დღეშადაშვილი ამას არც თავის თავს არ აკადრებს პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში აი ბრალდების მხარის იმედი რომ რაიმეს ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებენ სამწუხაროდ არა გვაქვს, თორე არც პროკურორ ბატონ ლევან ვეხვაძის პროფესიონალში არ მეპარება, მე პირადად ეჭვი და არ შეიძლება ბევრი სხვა ადამიანის, თუმცა სამწუხაროდ ჩანს რომ არის გარკვეული ინტერესები ამ საქმეზე რომ აი холоდი მიმართულებით ჩატარებულიყო გამოძიება, რომ აი ამ ადამიანების მიმართ დადგეს გამომხილებელი. მოდით ბატონ ლევანზეც თქვა ორი სიტყვა. ბატონ ლევანს დაავალეს
სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, ანუ პროცესზე როგორც პროკურორი იღებს მონაწილეობას და ზუსტად მაგნიშნით შეარჩიეს ბატონი ლევანი, რომ სხვებთან არ მინდა შედარება განვახორციელო, მაგრამ ის მაღალ პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ამასთანავე მან კარგად იცის სასამართლო ფსიქოლოგიის საფუძვლები და სასამართლო მჭერმეტყველების საფუძვლები. ამას ვერ დაუკარგავ და მისი დრამატურგიული ნიჭიც, ხო? ასევე მისი არტისტიზმი პროცესიც, მაგრამ რაც არ უნდა არტისტიზმი და დრამატურგია ჩააქვსო, როცა არაფერი არ არის საქმეში, იმას არაფერი არ უშველის. თორე სასამართლო მჭერმეტყველება ყოველთვის ამბობ ხოლმე პროცესზე, რომ უნდა შეხედო რაზე დგას შენობა, თორე აპარაკი ყველაფრის შეიძლება და შეფუთვა ყველაფრის შეიძლება, ახლა აღარ ვიტყვი ისი შეიძლება, მაგრამ ყველაფრის შეიძლება შეფუთვა. აი ეს არის რეალობა, რაც არის. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. სანამ დავასრულებთ, მინდა 2 სიტყვა მაინც თქვა, რომ დიახ. ულეთ საქართველო პატარაა, თბილისი პატარა არის და ასე თუ ისე ყველას გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთზე გქონდეს წარმოდგენა და ყველას იცნობს და თუ პირადად არ იცნობს ყოველ შემთხვევაში რაღაც ინფორმაციები მაინც გვაქვს, ხო, ასეთ და ისე მით უმეტეს წარმოჩინებულ ადამიანებს. ახლა ვინც იცნობს მიქაძეების ოჯახს და მიქაძეებს ორომში არის ნამყოფი ადამიანი, აი გიორგი მიქაძე ორომშია ნამყოფი ნაბრძოლი აქვს საქართველოსთვის. აფხაზეთის ომზეც არის და შემდეგ კი ბატონო. დიახ, ჩემო ბატონო. თან საქართველოსთვის ისეთი ღვაწლი აქვს დადებული და არაერთხელ და იმდენად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული, რომელიც მას არასოდეს არ უთქვამს საჯაროდ, რომლისთვის უფლებამოსილებაც მას ჩემთვის არ მიუნიჭებია და ეხლა არ ვიტყვი, მაგრამ ეს დაფარული არ დარჩება და ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული. ამას დავამატოთ, რომ ვერავინ ვერ იტყვის საქართველოში, რომ მიქაძეები ვინმეს უსამართლოდ მოექცენ, ან ვინმეს რამე წაართვეს, ან ვინმე დაჩაგრეს, ან რაღაცა უკადრებელი იკადრეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. და ღირსება ადამიანის, თუ ადამიანი ღირსებით ცხოვრობს, ამას ყველა ხედავს და ყველა აფასებდა ამ ოჯახს და აი ამ ძმებს ყველა აფასებს საქართველოში და თქვენ ბრძანეთ არ წავიდა ქვეყნიდან, სწორედ იმიტომაც არ წავიდა გიორგი ქვეყნიდან, რომ ღირსეული ადამიანები ასე იქცევიან, იმიტომ რომ ახო იცოდა რა პროცედურებიც მოუწევდა, ხო, დაიჭერენ მერე თვეები უნდა იჯდეს, სანამ შენ სიმართლე და ისიც არ იცი ბოლოს გაიტან თუ არ გაიტან შენ სიმართლეს, მაგრამ ადამიანმა ღირსების გამო გადადგეს ნაბიჯეს ყველას არ შეუძლია გამიგეთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ მე, რომ საზოგადოება ამას ყველაფერს თავის შეფასებას აძლევს. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო აი ამ ტუფტა საქმეს მაპატიეთ ბარბარისათვის თავის შეფასებას მისცემს საქმე მტკიცებულების გარეშე დავარქვათ ესე და დაადგენს გამომართლებელ განაჩენს და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას და დავამატებ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული აი ამ სიყალბეში, მოვლენ გონს და უკან გადადგამენ ნაბიჯს და არ შეუშლიან ხელს საქმეზე სამართლიანობის აღდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში მე გაწმუნებთ თქვენ, რომ ამ საქმეზე სიმართლე მაინც დადგინდება, მაგრამ პასუხისმგებლობის საკითხი და თამასაც უფრო მაღალი იქნება შემდგომ, ვინც ამ საქმეს აყალბებს და ვინც ამ საქმის გაყალბებით არის დაინტერესებული. აი ეს არის ჩემი საქმე. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ჩვენს რა თქმა უნდა ამისი სურვილი და მოლოდინი გვაქვს და ალბათ ყველასთვის ესეთ უნდა იყოს უპირველესი ის, რომ ობიექტური სიმართლე დადგინდეს. სხვა შორის აი
იგივე მიკაძეების ოჯახი ახსენეთ თქვენ და თავიდანვე ამ ხალხის სათქმელი ყოველთვის ეს იყო, რომ ჩვენ რამე განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. ერთადერთი არის, რომ აი ობიექტურად სიმართლე რაც არის ის გაირკვეს. ობიექტურად განგვსაჯეთ ჩვენც და თუ კი მართლაც იპოვით რაიმე დანაშაულს, კი ბატონო, მაგრამ აი იყო სიმართლე, ობიექტური სასამართლო, სამართლიანი სასამართლო, ეს იყო ამ ხალხის მოთხოვნაც და ინტერესიც თავიდანვე და ალბათ ეს ის ელემენტარული არის, ის მინიმუმი არის, რაც წესით 21 საუკუნის სახელმწიფოში ადამიანს სახვეწარი არ უნდა ჰქონდეს, რომ ობიექტურმა სასამართლომ განსაჯოს მისი ქმედება. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს და დაგემშვიდობებით. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი, უფლებადამცველი ბატონი ირაკლი ზაქარეიშვილი. მე პარასკევამდე დაგემშვიდობებით. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და კარგად ვსანდებოდეთ.